ერთადერთი ესეთი ძლიერი ბაქტერიოლოგი ამ საქართველოში იყო ელიავა, ამიტომ იძულებული გახდა ბერია, რომ მიემართა მისთვის და უნდა აეღოთ სისხლი ვენიდან ბერიასთვის. ელიავამ როდესაც სისხლის აღება დაიწყო, ბერიამ გადაწყვიტა გახუმრება და უთხრა, რომ ბიჭო, ნუ გამომწოვე მთელი სისხლი სხეულიდანო და პასუხი რა იყო, იცი? შენ კიდე მთელ საქართველოს სისხლს წობო. რუსთავის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი თუ არ ცდები მზე ჭაბუკი ერქვა. ბერიამ არ გაუშვა, ასე ვთქვათ, არ დაუშვა, ეს იყო პატრიოტული სპექტაკლი და აი ამაზე ძალიან აკრიტიკებდა. ნუ გარდა იმისა, რომ ის ამ მიმართულებით აკრიტიკებდა, საერთოდ არ ცნობდა, ასე ვთქვათ, ბერიას, იმიტომ რომ თვლიდა, რომ ეს არის გაუნათლებელი ადამიანი, ამბიციური, რომელიც არ უნდა იდგეს სათავეში, არ უნდა ხელმძღვანელობდეს არაფერს. რატომაც ესეთი შთაბეჭდილება მაქვს ამ მონაყოლებიდან, რომ ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს სიჯაბუკეში, რატომაც თავიდანვე არ უყვარდათ ერთმანეთს, მაგრამ აქ კიდე ბევრი რაღაცა იყო, ესე იგი პოლიტიკური შეხედულებებიც, რა თქმა უნდა.